მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა, შუადღემშვიდობისა მეგატივს უყურებთ. გადაცემა შუადღე ქუთაისში პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანი ვარ მე, ტრადიციულად ნანა თევდორაძე, მაქვს პატივი და ბედნიერება დღევანდელი დღეც გავატარო თქვენთან ერთად. ძალიან სასიამოვნო სტუმართან ერთად შემოგიერთდით. მსახიობი ინგა კაკიაშვილი გვეწვია, ხანძრული პაუზის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა. ინგა, მოგესალმები. მადლობა რომ დრო დაგვითმი, არაჩვეულებრივად გამოიყურები. რაც თავარია, წლები ვერას გაკლებს, როგორი განწყობით მობრძანდი. არა საგაზაფხულო ამინდის მიუხედავად. არა საგაზაფხულო ამინდის მიუხედავად და დიდი ხნის პაუზის მიუხედავად მადლობა რომ დამიძახე ნანა. მიუხედავად ჩემი გრაფიკისა მოვახერხე რაღაცნაირად და დღეს გესტუმრეთ და გაკვირვებული დავრჩი იმ გარემოთი, რომელიც განახლებულ სტუდიაში დამხვდა. მადლობა დამფუძნებლებს, რომ კომფორტს უქმნით, ესე რომ ვთქვათ, სტუმრებს თქვენი სტუდიით და განწყობას. იმედია, ეს არ იქნება ჩვენი მაქსიმუმი და შევძლებთ სტუმრებს გაცილებით სხვა ტიპის, ესე რომ ვთქვათ, კომფორტი შევქმნათ, რაც მთავარია სასიამოვნო გარემო. მოხარული ვარ, რომ შევხვდით ერთმანეთს სხვადასხვა პერიოდში, აც უკვე პრესის სახლში, რომელიც აღარ არსებობს, მეხუთე სართულზე ყოფილხართ ჩვენი სტუმარი. გვისაუბრია როგორც თქვენს სამსახიობო, ვთქვათ, კარიერაზე, ასევე იმ აქციებზე თუ იმ აქტივობებზე, რომელშიც იყავით ჩართული და ძალიან კარგი ფაქტია, როცა შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ ხოლმე, ხო? ჩვენი ემოციები და განცდები, ეს ერთგვარი ფუფუნება გადაიქცა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მაინც კარგია, ხო? რომ შეგვიძლია ჩვენი ხმა გავაგონოთ ადრესატებს და იმედია ადრე თუ გვიან შეისმენენ. მოკეთ, ინგა, როგორც თქვი, ბევრჯერ ყოფილხარ ჩემი სტუმარი, მაგრამ მარტო არასოდეს. მახსოვს, ამიტომ თქვენ შესახებ ბევრი თქმის საშუალება და გაგება არ მქონია ამის საშუალება. მოკეთ, მსახიობის ისევე როგორც ბევრი სფეროს წარმომადგენლების გაწეული სამსახურები იოლი გონია ხოლმე ყველა ადამიანს. თუმცა ალბათ უდიდესი შრომა დგას, ხო? კიდე იმაზე უფრო დიდი, ვიდრე მე ნანას წარმომიდგენიან ბევრ სხვას. როგორ აღმოჩნდით ამ ჭყალებში სასიამოვნო გაუგებრობაში, რომ მითხრათ? სასიამოვნო გაუგებრობაში აღმოჩნდი, ესე რომ ვთქვათ, ჩემდა გასაოცრად განმეორდები ბევრ ინტერვიუში ვამბობ ხოლმე და არც ახლა იქნება გამონაკლისი, რომ არასოდეს მეოცნები ამ მსახიობობაზე. თუნდაც ვიცი, რომ ბევრი ადამიანის ოცნება იყო ბავშვობაშიც კი, რომ გამختارიყო მსახიობანი. ჩემთან რაღაცნაირად სხვანაირად ძალიან ვიყავი არქეოლოგიით გატაცებული, ბავშვობიდან ვხატავდი და სულ მეგონა, რომ რაღაც აქეთ წავიდოდი. მაგრამ რაღაცნაირად ალბათ არსებობს ბედის წერა და ამ ბედის წერა მიმიყვანა ამ პროფესიაში, ესე რომ. ბედის წერას? აი, შენ წარმოიდგინე, ნანა, იყო წლები, როცა თავიდან დავიწყე ამ სფეროში საქმიანობა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო დროებითი. იმიტომ რომ იმიტომ რომ მე პარალელურად, როცა დავიწყე მსახიობობა, უკვე სცენაზე როცა დავდექი, პარალელურად მქონდა წარმატებული მოდელიორის კარიერა. კი, თბილისში ვიყავი ავანგარდული მოდის ასაბლის ფინალისტი, მქონდა მოდების და პლასტიკის თეატრში მუშაობის ბედნიერება. და ეს იმ წლებში იმდენად უცხო იყო, ახალი იყო. თამამი ხო ცოტა გამყარდა. ძალიან თამამი და რა ვიცი, ბედნიერი წლები იყო, რომ ახსენდება. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ სათქმელს მოდის სფეროდან განსხვავებულად ვაკეთებდით. ჩვენი არ იყო პრედაპარტე, რასაც ვაკეთებდით, ეს იყო უფრო შინაარსობრივად დატვირთული ჩვენებები, სადაც სპექტაკლის სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, თავისი პლასტიკით, მუსიკით, კოსტიუმებით და ვფიქრობდი, რომ ცოტა ხანი და მე მაინც იქეთ წავა. დაბრუნდებოდი ის. მაგრამ გამოვიდა ისე, რომ იმდენად დავიტვირთე თეატრში, ჩემდა გასაოცრად. ისე მალე მოვიდა თავარი როლები. არ ვიცი ახლა რამ განაპირობა ეს მაშინ, მაგრამ ალბათ ასე ჩავთვალეს იმ პერიოდში მოღვაწე თეატრში, მთავარმა რეჟისორმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა და ეს ნელ-ნელა რაღაც უკვე წასასვლელიც არ დამიტოვეს სხვა. მე დავიწყე მერაბ კოსტავას ახალგაზრდული თეატრი, ჩამოაყალიბა სურამ და აი კასტინგზე ჩემი მეგობრების თხოვნით, უფროსი მეგობრების თხოვნით, რომლებიც ჟურნალისტები იყვნენ სხვათა შორის, ხათრი ვერ გაუტეხე.
იმდენად უნდოდათ მივედი და ხო ისაოცრებო ამიყვანეს და არა მარტო ამიყვანეს პირველ სპექტაკლში ეს იყო გურამ ბათიაშვილის ლალის სიყვარული და სხვები თავი როლიც კი მერქო ანუ ერთი სული გაქვს იდეაში როდის გეტყვიან რომ არ გაქვს ეს მონაცემი და ნახვამდე და პირიქით აღმოჩნდა აბსოლუტურად და როგორი იყო ეს რაღაცა აი ის პერიოდიც კარგი იყო იქიდან გამომდინარე რომ თუ კი ვინმე მაშინ შემოქმედი ახალგაზრდა იყო ქუთაისში ეს იყო ის სკოლის დამთავრების პერიოდზე მაქვს საუბარი ძალიან ბევრი მაგალითად ბიზინა ყანჩაველი რომელიც ახლა წარმატებული რეჟისორია გერმანიაში დაათო ლიკლიკაძე ქეთი ციხელაშვილი იყო ერთ-ერთი მინისტრი იყო ჩვენი თუ გახსოვთ აი ძალიან ბევრი ახლა შორს როა წავიდე და გადაგყალოთ ძალიან კარგი ბირთვი შეიკრა მერაბ კოსტავას სახელობის ახალგაზრდულ თეატრში. თუმცა არა, მე გამოვაცხადე რომ მე მხოლოდ ვითამაშებ ამ სპექტაკლში და შემდეგ ნახვამდის მე უნდა ჩავაბარო მოდელირების ფაკულტეტზე და სხვათა შორის ესეც გავაკეთე, მაგრამ ისევ დაბრუნდი? ისევ რაღაც ბედისწერის ხელი და შემდეგ ჩემი ლექტორი იყო უაღრესად კარგი პიროვნება რეზო ჭეიშვილი. რომლის მეუღლე იყო ქაბატონი ნათელა საღარაძე, ჩვენი თეატრის ძალიან დიდი და კარგი მსახიობი და რატომღაც ბატონმა სერგომ ჩათვალა, რომ მე აუცილებლად სცენაზე უნდა მდგარიყავი. და შემდეგ იყო მესხიშვილის თეატრში კაკო ბაქრაძე ჩამოიყვანეს და თეატრალური სტუდია გაკეთდა და ძალიან კარგი ლექტორები ყავდნენ, აი ძალიან კარგი ლექტორები და ქაბატონი მადონა ხაზარაძე შვიდნი ვიყავით. იქა ძალიან კარგი ჯგუფელები მყავდა, აი ლედი ხვენგია თუ გახსოვთ მის საქართველო, პირველი მის საქართველო და მე ორი გოგონა მოვხვდით კასტინგით იმ ჯგუფში, დანარჩენი 5 ვაჟი იყო. იქაც ერთ-ერთი დათო იყო ლიკლიკაძე. დათო ხოლდით განვიწყდი. არა, დათოზე ეხა ვიღაცებს რო აქ წარმოდგენა რომ არ არის მსახიობი, არ არის ეს საქმე. დათო სულ ეპიცენტრში იყო თეატრალური ამბების რა. სულ და აი შემდეგ იმ სტუდიაში მოვხვდი და სექტემბერში მივედი, ოქტომბერში უკვე როლი მომცეს. ჩემდა გასაოცრად. და შემდეგ წავიდა ამ კუთხით და რამდენი წელს ითვლის თქვენი თეატრალური სამსახიობო კარიერა? ჩემი თეატრალური სამსახიობო კარიერა დაახლოებით 32 წელს. საკმაოდ დიდი დროა. დღევანდელი გადასახედიდან სწორად მოხდით სწორ ადგილზე, მაინც მიუხედავად ყველაფრის აი ნახე, მე ვიტყვიეთ რაღაცას, მე ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. თუმცა ძალიან რთულია. ძალიან რთულია, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. მსახიობობა არის ძალიან რთული პროფესია. მე არ ვიცი ახლა სხვა სფეროებში რა ხდება, მაგრამ ჩემ სფეროზე ნამდვილად შემიძლია ამის თქმა. და მომწონს, კიდე გავმეორდები, მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მე არ ვიცი, აი რო წავსულიყავი სხვა კუთხით, იქ რას გავაკეთებდი და როგორ გამოვიდოდა, მაგრამ ეტყობა აქ უნდა ყოფილიყავი და აქ ვარ. საინტერესოა. ალბათ ამის 32 წლის მანძილზე რამდენ როლს მოირგებდით? ой, მე ძალიან ბევრს ახლა მაგის ჩამოთვლა არა, ჩამოთვლა არ მithოვია. უბრალოდ აი მაგალითად ანსახიერებ ვინმე კეთილი პერსონაჟის ანუ დადებითი უარყოფითი კი ეს არ არის ჩემი ამპლუა ახლა რო გითხრათ რაღაც შემოიფარგლება კონკრეტული პერსონაჟებით. აი თავიდან როცა მივედი იყო რაღაც წლები, რაღაც მოვიდა თეატრში ლამაზი გოგო და რაღაცა ლირიული შეყალებული გოგონების ხო, მაგრამ ძალიან მალევე წამოვიდა სხვა ჟანრის როლები და აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს ვთამაშობ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვინ თუ მეტეს როცა ასაკი გემატება, ხვდები რომ ეს ვიზუალზე კონცენტრირება მანდამეც კარგის მომტანი არ არის მსახიობზე და ყველაფერში უნდა მოსინჯო საკუთარი შესაძლებლობები და თუ ამის საშუალებას გაძლევს რეჟისორები, მით უმეტეს ძალიან კარგია.
კარგი, ყველას ვერ ჩამოთვლიო და ლოგიკური არ არის აუცილებლად, როცა არ გვეყოფა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი რომელი განგესახიერება? ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ალბათ ჩემთვის იყო 2019 წელი იყო, მე მგონი გავაკეთე პროექტი, სხვათა შორის მერიამ ძალიან შემიწყო ხელი ეს პროექტი, დამიფინანსა, ჩამოვიყვანე საკმაოდ ნიჭიერი და ცნობილი რეჟისორი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თუმცა ახლაც ახალგაზრდათვლი მიშა ჩარკვიანი და გავაკეთეთ სპექტაკლი ჰეკაპე, რომელმაც მესხიშვილის თეატრს მოუტანა დურუჯი და ჩვენ ეს პრიზი თეატრს მანამდე არ აუღია არც ერთი სპექტაკლით, ძალიან თეატრალურ სფეროში ესეთი დასაფასებელი სტატუსიანი პრიზი, ესე რომ ვთქვათ რა. რაც შეეხება ამ კუთხით და აი ჩემი პერსონაჟის თვალსაზრისით იყო ურთულესი სამუშაო. ჯერ ერთი ბერძნული კლასიკა. მერე ახალგაზრდა რეჟისორი და ახალგაზრდებს სხვანაირი ხედვა აქვთ. აბსოლუტურად ყველაფერს სხვანაირად წარმართავენ. და რაღაცნაირი გამოწვევა იყო ჩემთვის. არა. აიძულებს რიგაგებით არ ვამბობ. ხო, არა, კი არ გაიძულებს. მას აქვს თავის მუშაობის მეთოდები და როცა თან ხვდები რომელიმე რეჟისორთან მუშაობას, შენც უნდა გახდე მისი გუნდის წევრი, მისი თანამოაზრე და თუ რეჟისორი და მსახიობი თანამოაზრეები არ არიან, ამ შემთხვევაში სპექტაკლი არ გამოვა. ხო. და ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ჩვენ მთელი გუნდი ვინ შევიკრიბეთ, მიშას ირგული მსახიობები, ვიყავით მისი თანამოაზრები, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, აი მისი ნიჭი იმდენად მოედინებოდა და მოიცავდა მის ირგვლივ მყოფ ჯგუფს, მისი გახბრთოვანება სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მიშას გვერდით სხვაგვარად ვერ იქნები. გჯეროდა და მივყვებოდით და შედეგიც დავდეთ, ესე რომ ვთქვათ. კარგით. პარტნიორებს რომ მიამბეთ, ეს ყველაზე კომფორტული სცენაზე დგომა ვისთან ერთად არის? არ ეწყინებათ ალბათ. არა. არა, ჩვენთან ძალიან კარგი მსახიობები არიან და დაუფასებლები. მე ესე ვიტყოდი. დაუფასებლობა ფინანსურ ასპექტში. ფინანსურ ასპექტში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ისეთი სამუშაო გრაფიკი არა გვაქვს, მივედით დილით 9 საათზე, წამოვედით 6 საათზე, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება რიგ სამსახურებში, ჩვენთან ესე არ არის. შეგვიძლია მივიდეთ სახლში 3 საათზე, ღამით. შეიძლება დილამდეც გაგრძელდეს რეპეტიცია. ასე რომ სამუშაო საათები ჩვენთან გაურკვეველი. ხო. მაგრამ მაინც პარტნიორებზე მითხრათ, ყველაზე კომფორტულად ვისთან ერთად მუშაობ? ყავს რა, ძალიან ბევრი კარგი მსახიობები ყავს ჩვენ. ნახე ხანდახან არის ხოლმე რომ არის კარგი მსახიობი, მაგრამ როგორც პარტნიორი თქვათ არა, მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს. მაგრამ არიან მსახიობები, რომლებიც ძალიან კარგი პარტნიორები არიან. და ასახელებ მაინც თავს იკავებ. კარგი, აბესოსელია. აი, აბელი არის ჩემთვის ძალიან კარგი პარტნიორი. აი, მასთან როცა ერთად ვარ სცენაზე, ეს უკვე რას ემსგავსება, იცით, რაღაცა პინგ-პონგს ემსგავსება, რაღაცა კარგი შეთამაშებული ვართ, რაღაცა ესე გამოვიდა და აბელი არის ძალიან კარგი პარტნიორი. თუ გადავხედავთ ახლა თეატრის აფიშასაც, ხშირად ხართ ხო ერთად? კი. ეს განაპირობა ალბათ ამანაც განაპირობა ჩვენი ესეთი შეწყობა სასცენო. კი. კარგით. გულშემატკივრად იმდენად სპორტულ სამყაროში ვარ ხოლმე, ხა მინდოდა მეთქვა გულშემატკივრებზე რას მეტყვით თქო. თქვენს მაყურებელზე რას მეტყვით? რომლებიც ალბათ გულშემატკივრობენ კიდეც. მაყურებელზე მინდა ვთქვა ის, რომ ძალიან სიამოვნებს. როცა სპექტაკლის შემდეგ სახლში მივდივარ და მესეჯებს ვკითხულობ. ნახე ჩვენი საქმიანობა მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია. და ხშირად როცა ჩვენ ვთვლით, რომ იმ დღეს კარგი სპექტაკლი იყო, ყველაფერი მივიტანეთ მაყურებლამდე, ეს ხანდახან ჩვენ გონია, მაგრამ როცა ხდება მესეჯი ან ადამიანი ხდება სპექტაკლის შემდეგ და მეუბნება რომ აი ემოციები დატვირთული მივდივარ, ეს ჩვენთვის ყველაფერია.
ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს მაყურებლისთვის და თუ მაყურებელმა ეს არ შეიგრძნო, გაიგო და თანამონაწილე არ გახდა, მაშინ ჩვენს პროფესიას აზრი არ აქვს. ინგა, იცით რა მაინტერესებს? აი ეს განსახიერებული პერსონაჟის ხასიათები მალევე გტოვებთ თუ რაღაცები რჩება ხოლმე თქვენ დაუნებერად? ნახე, გააჩნია როლის სიმძიმეს, სირთულეს. არის როლები, რომდანაც გამოდიხარ კულიში და უკვე ყველაფერი იქ რჩება სცენაზე. მაგრამ არის როლები, რომელიც მიყვება, სახში მიყვება, შეიძლება მეორე დღეს მიყვება, აი მაგალითად ჰეკაპეზე, როცა სპექტაკლი მთავრდებოდა, მე სადღაც ერთი კვირის მანძილზე ვუნდებოდი როგორც შინაგან აღდგენას, ასევე ფიზიკურ აღდგენას. არის სხვადასხვა სირთულის როლია და აქედან გამომდინარე არის მერე დაბრუნება ჩვეულ ყოფაში, ესე რომ ვთქვათ. ხო, კარგი ალბათ ეს, როცა გაგვყვება, მაგრამ საკუთარი მეს დაკარგვის საშიშროების წინაშე ყოფილ ხარ რომელიმე პერსონაჟის როლით ისე მოგეწონა და გახდა ორგანული რომ რაღაც მეცხოვრა, ანეტაი ყოფილიყავი. არა, ეგეთი რამე ნეტაის ყოფილიყავი, ახლა ეგეთი აზრები არა. კარგად გამიგენ, ნებისმიერი როლი ჩვენთვის არის სამუშაო პროცესი, სამსახურის ნაწილი, კარგად გამიგე. რა თქმა უნდა, მას შინაგანი ამბავიც ემატება, მარტო ტექნიკურად არ ხდება ეს. ტექნიკურად არ ხდება ეს და შინაგანად საკუთარი მეს დაკარგვა. ნახე, შეიძლება არის მომენტები, ყველა როლზე არა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არის მომენტები, როცა რაობა და ზღვარი იშლება. არის ეგეთი რაღაცები, მაგრამ ტექნიკამ სამსახიობო ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ამან არ უნდა გძლიოს. არ უნდა გძლიოს და უნდა შეძლო იქიდან გამოსვლა. აი ეს არის სწორედ სამსახიობო ტექნიკა. ანუ არქეოლოგიასა და მსახიობობას შორისაც არის ხო რაღაც არტეფაქტების აღმოჩენებით არ ხარ დაკავებული რაღაცა სულეზე. აქ ხარ, ნახე, არტეფაქტები არ ხარ, მაგრამ როცა აკეთებ ნებისმიერ როლს, ეს კეთდება ესე ეპოქა, გარემო, ფსიქოტიპი ადამიანის, მთელი ამბავია. სანამ ტექსტ დაიჭერ ხელში, მანამდე ყველაფერი ეს უნდა ჩამოაყალიბო. ვის თამაშობს, სად თამაშობ, რა მოცემულობაში თამაშობ, ასე რომ რაღაც კუთხით თითქოს უკავშირდება ერთმანეთს, კი? თქვენ ბრძანეთ, რომ თუ კი რეჟისორთან რაღაც ჰარმონია არ არის, ამ შემთხვევაში სპექტაკლი არ გამოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ ამ წლების მანძილზე იქნებოდა ფაქტი, როცა რაღაცაში რეჟისორს შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ან თქვენი ხედვა გქონდეთ, ან მიგიღიათ რაღაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება სცენაზე დგომის დროს, როცა რაღაცეები შეგიცვლიათ. ნახე, ეხლა ჩვენ ვართ როგორ, ვიღაცას გონია, რომ აი ხანდახან კითხვები რო არის, შენი საოცნებო როლი, ცოტა მეცინება, ჩვენ ხო იმ გარემოში არ ვცხოვრობთ, მე რა მინდა, როგორ მინდა, არა, ეს ჩვენი სამსახურია, სადაც ვთქვათ, მე მხოლოდ წელიწადში ერთხელ შემიძლია თქვა როლზე ვარი. ხო. და ასე რომ ვერ იტყვი ხოლმე, როცა ხდები რომ აი არ მოგწონს პიესა, არ მოგწონს რეჟისორი, არ მოგწონს შენი გმირი, მაგრამ უნდა ითამაშო. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ. რა თქმა უნდა აკეთებ ისე, როგორც რეჟისორს უნდა, ხოლო როცა სპექტაკლია და უკვე ვერ გაკონტროლებენ სცენაზე, აი მსახიობს მაშინ შეუძლია საკუთარი მეის ჩართვა და საკუთარი ხედვით რაღაცების კეთება, თუმცა სპექტაკლის მე აუცილებლად შენიშვნებს მოგცემენ, მაგრამ თუ შენ ეს გიღირს სცენაზე აღმაფრენად, მაშინ უნდა გააკეთო. ალბათ თვლიან რეჟისორები, რომ მათ კომპეტენციაში ჩარევა, მაგრამ ალბათ იმ რაღაცას მსახიობი იმ მომენტში გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც თავის ხელწერაც შეიტანოს. კარგია ხო ეს ითამა მესაჭიროც არის რითი? არა, უნდა კი, ცოტა მსახიობი ხულიგანი თუ არიყავი, აბა ეხლა ჩვენი პროფესია არ არის ესეთი რაღაცა. მაგრამ აი ნახე, ჩვენ ბოლოს ვითამაშე იმერულ რეკვიემში და რეჟისორი იყო ბატონი გიორგი თავაძე. იმუნდენად ესეთი რეპეტიციები, აი უსიტყვოდ მესმოდა რას მეუბნებოდა. აი ხანდახან ხო არის შედიხარ კამათში, დიალოგში რეჟისორთან, იმიტომ რომ შენ ესე არ ხედავ, რასაც ის გეუბნება, რა ამ შემთხვევაში იყო რადიკალურად სხვაგვარად.
ესე მეგონა რომ ჩემ აზრებს კითხულობდეთ და აი იმ ამოცანებს მაძლევდა როგორც მე ვხედავდი და კიდევ ვიმეორებ როცა ემთხვევა მსახიობს და რეჟისორის ხედვა აუცილებლად შედეგით თავდება და ეს სპექტაკლიც და ეს როლი ჩემთვის ძალიან წარმატებული და ესეთი გამოდგა. კარგით. როგორც თქვით, წარმატების საზომი ერთეული ეს არის მაყურებლის შეფასებები, მაგრამ ალბათ ხშირ შემთხვევაში მაყურებელსაც სჭირდება ხო განათლება, რომ შეაფასოს ესა თუ ის სპექტაკლი. ჩვენ გვიყვარს ხოლმე რაღაც დისერტაციების დაცვა სხვადასხვა თემაზე. მაგრამ ეს იოლიც არ არის, განსჯა გვიყვარს, მაგრამ ჩვენს თავს არ უკვირდებით. გქონიათ ეგეთი შემთხვევა, როცა კი, როგორ არა, ნახე, ჩვენთან ხო ქართველები ფილოსოფოსები ვართ და სხვა საქმეში ბრძენი ვართ და რაღაც გონია რომ აი აუცილებლად ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ გვესმის ისფერო თუ არ გვესმის ისფერო, მაგრამ არა უშავს, ეხა მაყურებელი რომ მოდის ის გამოთქვამს თავის აზრებს, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ეგეთი რომ თუკი პირადად ჩემთან რაღაც გამოთქვა ისეთი რაშიც არაკომპეტენტურია, მაშინ მისას ვერ გავითვალისწინებ. და თუ კომპეტენტურია, პირიქით უფრო საინტერესოა და ნახე პრემიერით ხო არ მთავრდება ჩვენი როლი და ჩვენი თამაში და პირიქით რაც უფრო მეტად ვთამაშობთ, მით უფრო ახალი შრეების აღმოჩენაა. ახალი ნიუანსების აღმოჩენა და თუ მე არ გავითვალისწინე თეატრალი მაყურებლის აზრი, მაშინ რა გამოდის? არა, აუცილებლად მე ვითვალისწინებ ხოლმე ყველა თეატრალის აზრს, მაგრამ არაკომპეტენტური ადამიანების ეს ვერა, არა, ვერა. ინგა თქვენ ბრძანეთ, რომ რეპეტიციები თავდადებას მოითხოვს, როგორც უკვე სცენაზე დგომა შემდეგ მაყურებლის წინაშე და შუაღამითაც მივსულა სახლში, ხო? ალბათ ბევრი ტკივილიანი დღეც ახლდა, პირადი პრობლემა, განცდები, ემოციები. რა გეხმარება ხოლმე რეაბილიტაციისთვის? რა სადპოულობ იმ მოტივს, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო, გამიჩნო და მთელი სული და გული ჩადო საქმეში? ეხლა რა თქმა უნდა, ხო, ყოფითი პრობლემები ყველა ადამიანის გვაქვს, იმიტომ რომ ფიზიკური არსებობა გვჭირდება ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ როცა სპექტაკლს თამაშობ შემდეგ, ამ თვეების შემდეგ, როცა დგება ის მომენტი, რომ უკვე პრემიერის შემდგომ პერიოდს ვლაპარაკობ, პრემიერაზე მსახიობი მთლად ესე ვერ ხარ რა. აი შემდეგ მორიგ სპექტაკლებში და თუ კარგად ესე რომ ვთქვათ ხარ და ლივლივებ აი მე რომ მოდიხარ იმ სპექტაკლის მერე და ჩდები ფიქრობ რომ გჩორდო რაც იყო ეს ყველაფერი ეს უარყოფითი ეს ტანჯვა ეს ღამისთებები ღირდა ამათ კი წარმომიდგენია როგორი ემოცია და განცდა შეიძლება იყოს დამწყებ მსახიობებს რას ურჩევთ ვინ შეიძლება ოცნებობდა მდგარი იყოს სცენაზე ან შეიძლება თქვენს მსგავსად რაღაც გაურკვევლად მივიდეს მაგრამ შეაბარჩეს წლები ალბათ მისცემთ ხო თავისუფლებას მცირე რეკომენდაციები გასცეთ ეხა მე ფლირო ჩემი პრეროგატივა არ არის ხო ვინმესთვის რჩევის მიცემა არაფერი უსმინონ საკუთარ თავს დააკვირდნენ გარემო სადაც ხვდებიან და რა თქმა უნდა არ უნდა იზარმაცონ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე და სითამამი სჭირდებათ კი როგორ არა კი მაგრამ კიდევ მეორებ შრომა მონდომება აუცილებლად გავლით შედეგზე. კარგით, ჩვენ მაინც ცოტა იღბალი. ხო, რა თქმა უნდა, ფორტუნა. ამის გარეშე არ შეიძლება რამდენი ნიჭი დაკარგულა, ვისაც იღბალი თან არსებობდა, ახლაც იგარგება და მომავალში. ალბათ სათვალავი აგვერევა. ჩვენ მაინც ქართველები ვართ ცოტა სხვა ტემპერამენტი და ტრადიციების მქონე და რაღაც თამად როლებზე ვერ მეგობრებთ ხოლმე. რაც თამამი როლები შეიძლება ცუდად აღიქვან და დაბლოკილა ბევრი ეგეთი. მსგავს რა დამოკიდებულება გაქვს, როცა მსგავსი რაღაც ხდება ხოლმე? ეხლა ნახე, არასდროს შემოუთავაზებია ჩემთვის არავის ისეთი რამ სცენაზე, რაზეც ვიტყოდი რომ ვერ გავაკეთებ. ან არ გავაკეთებ. მე ვარ როგორი ტიპი ნახე, ესთეტიურად არ უნდა იყოს ცუდად სამჯერი სცენაზე. ესთეტიურ პარკლებში თუ ჩდება, მსახიობი ხარ. აბა როცა ამ პროფესიაში ხარ, სხვანაირად როგორ? და თუ ეს როლ სჭირდება სპექტაკლს სჭირდება რას ნიშნავს არ გავაკეთებ
მაშინ არა პროფესიონალიზმი დაგვაქვს ავტომატურად იმას ნიშნავს. კარგი, სცენის მიღმა და განსხვავებული ინტერესი რა გაქვთ გარდა თეატრისა და თქვათ განსხვავებული ინტერესები რა მაქვს? იმდენ დროს მოითხოვს უკვე ჩემი პროფესია. მე რო ხშირად თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება, მაგრამ განტვირთვას კიდე სადაც ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ შრომასაც ბევრდებ, ქუთაისში არის თეატრალური სტუდია. ნევერლენდი, რომლის ხელმძღვანელიც არის ქალბატონი მაია პაქსაშვილი და ვფიქრობ, რომ ენერგიული ქალბატონი რაღაცნაირი არის. აი ეს არის მოტივატორი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველას რაღაცა ისეთი მოტივაცია მიცეს, რომ რო არ გონია მთებს გადაგარგმევინებს. და მაიას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს, არა მარტო ამ ნევერლენდის გახსნაში და ბასტებუბოს ფილიალი და რა ვიცი, ბევრი რაღაც არის. აი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ფუნქცია შეითავსა, ასე რომ ვთქვათ, იმ დაწესებულებამ, რომელიც მაიკომ გააკეთა, მაგრამ ამის გარდა არ შემიძლია არ აღნიშნო, მაია არის საოცრად დიდი თეატრალი და ისე ჩუმად აკეთებს ძალიან დიდ საქმეებს თეატრალურ სფეროში. რაღაცები ვიცით, მაგალითად, გაჭირვების პერიოდი როცა იყო 90-იანები, ისეთი სპექტაკლები ჩამოქონდა თბილისიდან, რომლის სანახავადაც უბრალოდ ხალხი ვერ წავიდოდა იქ და ძალიან ბევრი კარგი სპექტაკლი ჩამოიტანა. ამის გარდა, ნახეთ, ჩვენ მესხიშვილის თეატრი დურუჯს ვერ ავიღებდით, რომ არა მაია პაქსაშვილი. და რაში გამოიხატება ეს? უბრალოდ ფინანსები იყო თუ არ იყო ეგ კიდე ცალკე თემა, უბრალოდ სამხატვრო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ HKB საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე არ უნდა წასულიყო ფინანსების გამო და მაიკომ საკუთარი ძალებით, მოლაპარაკებებით, ფინანსებით შეძლო ის, რომ მესხიშვილის თეატრი ამ ფესტივალზე წასულიყო და გითხარით ჩამოვიტანეთ პრიზი და ეს ერთ-ერთია. ეს ერთ-ერთია, რაც მაიკომ გააკეთა და ესეთი ძალიან ბევრი საქმეები აქვს. ნაკეთები ჩუმად ისე, რომ ქალაქმა არც იცის. სიკეთის ფასიცხოვე გარი, როცა ამით არ ხდება თვითპოპულარიზაცია. ოკეი, ალბათ. კარგი. ანუ ისევ თეატრს უკავშირდება და რაღაც განსაკუთრებული კი, და პაწაწუნა ბავშვებს, ჩემი მე არიან სადღაც 6-დან 11 წლამდე და ნახე რა ხდება. მართალი ხან ეს მანერვიულობენ, მაგრამ აი რომ მეხუტებიან, კოცნიან, ერთად რაღაცებს ვაკეთებ. ხანდახან გრძნობ, რომ ეს დადებითი ემოცია როგორ შემოდის ჩემთან, მათი დადებითი ენერგიები და რაღაცა სხვანაირი ადამიანი ხდები, ყველანაირი დაღლილობა, ცუდი აზრების აღარც მიდის. რელაქსაციის კარგი მეთოდი გიპოვიათ. კარგით. ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა, რომელიც თქვენ გადაგხდათ, ესე ვთქვათ, ეს არის ქართული ჯარისკაცის დედის ქანდაკების პროტოტიპად შეგარჩიეს. ვინ იყო ინიციატორი და როგორ ითავისებთ ამ რაღაც ისეთ სენსიტიურ თემას ჩვენთვის? როგნირების ხარჯზე მოვედით, ხო აქ? აქ როს ხედავთ ლაპარაკობ. სხვათა შორის იმ დღეს როცა მემორიალი გაიხსნა, იქ იყვნენ იმ ბიჭების დედები. და მე მივედი, მადლობა მოუხადა, იმიტომ რომ ასეთ ბიჭებს გაზრდა ჭირდება და ამას აკეთებენ დედები. მირი დედები. უკაცრავად მამებთან, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მაინც დედების ხარჯზე გადადის ყველაფერი და მადლობა ვუთხარი დედებს იმ სულისკვეთებით, რომ გაიზარდნენ ეს ბიჭები, ეს მათ დამსახურება იყო და რაც გააკეთეს ამაზე, ხო საქართველოს ისტორია ვიცით, რომ ასეთ გმირებზე დგას. და ჩემთვის იმდენად საპატიო ამბავი მოხდა, აი როცა დამირეკა ჩვენი ქალაქის ესე ხუმრობით ვეძახი აგულიერის დაბა გიორგი კიკვაძემ, რომელიც ნამდვილად უნიჭიერესია და ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ სტუდენტური წლებიდან მოდის, მისი მამა ცნობილი მოქანდაკე კაკო კიკვაძე იყო ჩემი ლექტორი. თავიდან მითხრა რაღაც დახმარება მჭირდება და ვიფიქრე ხა გიორგის ჩემი დახმარება, აი რაში უნდა დაჭირდეს? ალბათ რაღაც სპექტაკლზე უნდა მოსვლა და მე რომ მითხრა რომ არა იცი ესეთი პროექტია და მე მინდა რომ იქ იყვნენ ვიღაც კანდიდატები ჩემს გარდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვინც ნამდვილად მე თუ არა ისინი შეიძლება და ყოფილიყო ამ შემთხვევაში ქართველი ჯარისკაცის დედის სახით იყვნენ, მაგრამ აი ესე გადაწყდა შენზე. აი
ვერ გეტყვი რა ემოციები იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატევია. და ალბათ ყველაზე დიდი როლი, რაც მე რეალურ ცხოვრებაში ვითამაშე, ჯერჯერობით ეს არის რა. და მადლობა გიორგის და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს, ესე ვთქვათ, სასიკეთოდ გადაწყვეტეს ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა. მოვიკითხოთ ბატონი გიორგი, რომელიც ჩვენი სტომარიც ახლო წარსულში არაერთგზის იყო, თავზე რომ არ შეგაწყინოთ და ნენელა დაგიმშვიდობოთ, რა სპექტაკლზე მუშაობთ, რომ გვითხრათ და თქვენი გეგმები რას უკავშირდება და რამდენად გიყვართ აი სიახლეების მიმღებლობა, თქვა და ახალი თავგადასავლებისთვის ხართ მზად. მე ძალიან მიყვარს სიახლეები, იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაცა ერთფეროვნება. საერთოდ არ მიყვარს და რაღაცა ეს შემოქმედებითი სიახლეები ძალიან мотивაციას მაძლევს. ეხლა მუშაობთ 3 სიყვარულის ამბავი, აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით, ინსცენირების ავტორი არის გვანცა ჯავახაძე, რეჟისორები არიან ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე და თორნიკე მარჯანიშვილი არის რეჟისორი კიდე. აი მუშაობის პროცესში ვართ და დღესაც ახლა აქედან აი გავვივარ და როდის იხილავს ემოთხსენებების სპექტაკლი? დაახლოებით ალბათ სავარაუდოდ ერთ თვეში. ვისთვის დიდი დროა, ვისთვის ცოტა. ხო. არა, ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს დიდი ხნის. მაგრამ უბრალოდ ლოდინის რეჟიმს გულისხმობთ. თქვენ როცა მუშაობთ, შეიძლება ეს ერთი თვე წამში გავიდეს და როცა ელოდებიან, უფრო დიდი ხდება ხოლმე დრო. ინგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. იმედი ეს არ იქნება ჩვენი რაღაც ამ ახალ სივრცეში პირველი და ბოლო შეხვედრა. ბევრ სასიამოვნო თავგადასავალს გისურვებთ, ბევრ როლს გისურვებთ, როლის განსახიერებას და კარგია, როცა საკუთარ თავს იპოვის ალბათ ადამიანი და ხდება მისი რაღაც ნიჭის რეალიზება და ამ ხრივ გაგიმართლათ თქვენ. გამიმართლა. დაგექნებათ გზავნილი თქვენი ქალაქისადმი 2 მაისობაც ვიზა იმედ ქუთაისის ქალაქელობა. ეს ქალაქი რასთან ასოცირდება თქვენთვის და დაგმოხდით? ეხლა კიდევ ვიტყვი, რომ იმაზე უკეთესაც, რასაც რეზო გაბრიაძე ქუთაისს აღწერს თავის დამოკიდებულებას, რომელშიც ყველა ქუთაისელის დამოკიდებულება ამ ქალაქთან მიმართებაში, მე უკეთესად ვერ ჩამოვაყალიბებ, ესე მგონია. რა მომეწონა ამ 2 მაისობას ბევრ კომპანიას ქონდა რგოლები, ვიდეო რგოლები გაკეთებული და ძალიან კარგი იყო. რამდენიმე ისე მომეწონა, ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ სასიამოვნო იქნებოდა თუ გაითვალისწინებდნენ ჩვენი ქალაქის კულტურის მესვეურები. მე ის კულტურის სამსახურთან დაკავშირებით ვამბობ, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მესხიშვილის თეატრის მსახიობებს. ამ ხელა რესურსი აქვს და ევაკვირდები ახლა წლებია, რომ რაღაც სურვილი არა აქვთ. ხო, ჩვენი კულტურის სამსახური თბილისის მეტნაკლებად ბრწყალებში რესურს უფრო იყენებს, ვიდრე და ძალიან დიდი ბოდიში ახლა მე თვალი მივადევნე და ეხლაც თბილისიდან ყავდათ. აი წამყვანები იყვნენ ჩამოყვანილი და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა თეატრში ყავს დათო როინიშვილი არ მინდა ახლა გავაჟღერო და შედარება, მაგრამ თავისთავად გამომივა და არა მარტო დათო როინიშვილი უნიჭერესი მსახიობები, თავისი ნიჭით, დამსახურებით, ვიზუალით, ახალგაზრდა გოგონები ყავს, უკარგესები. იცით რა, მოდით ეს ქუთაისობა და დავიტვირთოთ ქუთაისური რესურსით, არ გვჭირდება, ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. აი სხვა ღონისძიებები, როცა იქნება, კი ბატონო, მაგრამ ეს თუ გვირილობა, ეს თუ ქუთაისობა, მოდით საკუთარი რესურსებით და ძალებით გავაკეთოთ. თვითონაც კარგად იციან, რომ უკეთესი თუ გამოვა, თორე იმაზე ნაკლები არა, რაც ამ შემთხვევაში იყო. მან ვეღართ ძვირფასო ინგა ადგილობრივ მედიას. უფრო ნაკლები დაფასება გვაქვს, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ცენტრალოს, ასე რომ როცა ალბათ დავაფასებთ ერთმანეთს, უკეთეს გარემოში მოგვიწევს ცხოვრება და დედაქალაქით შესაბამისად დაგვაფასებს. ჩვენ თუ ჩვენი თავი არ დავაფასებთ, სხვა მით უმეტეს არ დაგვაფასებს. კარგ დღეს გისურვებ, კარგ სამუშაო კვირას გისურვებ და დროებით დაგემშვიდობები მორიგ საეთერო შეხვედრამდე. მადლობა რომ იყავით ჩემს სტუმარად. მადლობა შენ, ჩემო კარგო და მადლობა თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს ასეთი სასიამოვნო გარემოს დახვედრისთვის. დროებით დაგემშვიდობები ნახვამდის. ძირფასო ტელემაყურებლობა ინგა კაკიაშვილს მასპინძლობდი, მინანა თევდორაძე ვარ, ლიკა ჩოგავაძე მოდშობდა კადრს მიღმა, ამიტომ მიუხედავად ღიმილიან დღეს გისურვებ და გემშვიდობებით ხოლმე საუკეთესო სურვილებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.